მოგესალმებით ძვირფასებო თქვენს წინაშეა მორიგი ეპიზოდი Cherry Spaces. კი არა და Cherry სივრცესი მაპატიეთ. ინგლისურად მეთქმემინება ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა აქამდე თუ ჩვენთან ხართ. თუ არ გამოგიწერიათ არხი, აუცილებლად დაგვეხმარეთ, რომ ჩვენმა არხმა იცოცხლოს, უფრო ბევრის ყურამდე მივიდეს და შესაბამისად გამოგიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასევე უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ჩემი არხის წარმოდგენი არის Cherry Fit აპლიკაცია, ეს არის online პლატფორმა, სადაც თავმოყრილი არის ძალიან ბევრი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იოგა, პილატესი, სარეაბილიტაციო პროგრამები, კვების მენიუები და ასე შემდეგ. გადმოწერით აუცილებლად, დარეგისტრირდეთ და ნახავთ, რომ ესეთი ნამდვილად ქართულ ბაზარზე არაფერი ჯერ არ არის ყოველ შემთხვევაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის და ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვექნება. ფსიქოლოგი, კოუჩი ინგა ბლესი, ასევე არის ცნობილი ბლოგერი, Facebook-ზე გინდათ თუ TikTok-ზე გინდათ. ჩემი დაქალი არის, და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო სესია, იმიტომ რომ ინგა ფაქტიურად თქვენს წინაშე, აი ამ კამერების წინაშე, ყოველგვარი მოჭრების და დაჭრების გარეშე ჩამიტარებს ერთ სესიას, ერთ თერაპევტულ სესიას თუ coaching-ს, როგორც გინდა დავარქვათ. შევხედოთ, რაც საჭირო. ხო, კი, ვთხოვე რომ არ მატირო, არ მაბღალო თქვენ, იმიტომ რომ მე ცრემლებთან ცოტა ისეთ დამოკიდებულება მაქვს. დღევანდელი სესია, კი არა, დღევანდელი coaching-ს ეპიზოდი, ასე ვთქვათ, წარიმართება მეტაფორული ასოციაციური ბარათებით. მეგობრებო, არ ჩათვალოთ, რომ ეს არის რაღაცა ვუდუ ბარათები ან ტაროს გაშლა ან კარზე მკითხაობა, თორე თავიდან მე ესე მეგონა, მაგრამ თქვენ არ ჩათვალოთ ეს. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა, ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიაში. იმიტომ რომ ძალიან კარგი არის, როდესაც ადამიანი მაგალითად დავუშვათ ადამიანს უჭირს თავისთავად საუბარი და საუბრობს აი ბარათზე არსებული გამოსახულები და არა თავისთავად. მოკლედ ეს დადგენილი არის კვლევებით, რომ ესე უმარტივდებათ და თითოეულ ამ მეტაფორულ ბარათს აქვს თავისი რაღაცა სურათი, მოკლედ მე რომ ძალიან ბევრი არ ვილაპარაკო, ეხლა გადავალ ინგაზე. ინგა, გამარჯობა. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს პოდკასტში, იმედია კეთილი გექნება ფეხი და მოიყვან აქ გამომწერებს. კი, აუცილებლად. და დავიწყოთ ნელ-ნელა. ჯერ მოგესალმე. გამარჯობა ნინო. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მოხარული ვარ, კეთილი იყოს მართლაც ჩემი ფეხი და აუცილებლად მოვუყვანოთ ერთმანეთს გამომწერები, აბა რა. კი, ძალიან გჭირდება ეს ყველაფერი, რომ მართლა ბევრის ყურამდე მივიდეს. მე რაიმე ხوار დავაკელი შენს წარდგენის დროს. არა, ფსიქოლოგი, კოუჩი, აივ აკადემიის დამფუძნებელი. აი ეგ დავაკელი და მოიცა ახლა მე არ შეგაწყვეტინო, რომელი აკადემიის დამფუძნებელი ხარ? AEV. აივ აკადემიის დამფუძნებელი. რაც ნიშნავს ალტერნატიული განათლების ვირტუალური აკადემია. ანუ ონლაინ ვართ სრულად. ძალიან მაგარ პროგრამებს აკეთებს ინგა. ჩვენ ვამზადებთ კოუჩებს, ვამზადებთ, ანუ პროფესიული კურსებია ძირითადად, მაპ კონსულტანტებს და ასე შემდეგ. მშვენიერი. ინგა, ასევე სანამ სესიაზე გადავალთ, მინდა რომ პატარა ბლიც შეკითხვები დაგისვა, რომელიც პატარა ესეთი პანჩინგი არის. პანჩინგი როგორ არის ქართულად? პატარა მუშტის წამყვრელი არის, შემოლაწუნება არის ფაქტიურად. დავიწყოთ. ხომზად ხარ? კი ბატონო. საკუთარი თავის შეცნობა, სრულად შეცნობა, რა თქმა უნდა, მოუწორავი ადამიანი და შეუძლებელი, მაგრამ საკუთარი თავის შეცნობა არის ეს წყევლა თუ პირიქით ბლესინგი, ლოცვა და კურთხევა? შეცნობა, პატარა. წყევლა თუ კურთხევა? ჩემთვის კურთხება. როგორ ფიქრობ, ყველა ადამიანს სჭირდება თერაპია? აბსოლუტურად კი. დიდო. ყველას გვაქვს კომპლექსები, ყველას გვაქვს რაღაცა, რაც გვაღიზიანებს, რაც გვაბრაზებს, სადაც ვიქცევით ისე, როგორც არ გვინდა რომ მოვიქცეთ და შესაბამისად კი. ყველას. რა უფრო ძლიერი არის, ლოგიკა თუ ინტუიცია? ბევრ ადამიანს არ აქვს კავშირი თავის ინტუიციასთან, არ უსმენს ხმას. ამიტომ ლოგიკა უფრო ძლიერია? ისე ზოგადად. ანუ აი powerful, როგორ გადავთარგმნო რა უფრო? ქვეცნობიერი უფრო ძლიერია. კაცები უფრო ცნობიერი, ანუ ეს ვაფშე მესამე შემოიტანა შენ? ინტუიცია ითვლება რომ არის ქვეცნობიერში, ლოგიკა ცხოვრობს ცნობიერში. ხო, ლოგიკა რა არის ანალიზი და დასკვნები. რა თქმა უნდა, ინტუიცია. ერთ კოუჩინგურ სესიას შეუძლია ადამიანის ცხოვრება შეცვალოს? კი. და თუ შეგიძლია მოყვე კი არა უცბად გითხრა ყველაზე სტრანი რაღაცა, რაც შენთან სესიის დროს აღმოუჩენია ადამიანს და არ იცოდა მანამდე. კოუჩინგურ სესიებში ეს უფრო არ ხდება, ხოლმე ხდება არფითი სესიებში.
თერაპიული სესიებია, როცა ადამიანი მოდის თავის რაიმე გასაჭირით პრობლემით და იმ პრობლემას რომ ჩაუღრმავდებით, სპეციალური პატერნი არის, როგორც ტექნოლოგია, ხო? ჩადიხარ საგვარეულო ისტორიაში, საიდანაც დაიწყო ეს პრობლემა. და რა ყოფილა ყველაზე? და მაგალითად ადამიანი, რომელსაც კუჭი არ ახდენს, კუჭნაწლავი არ ახდენს იმის რკინის შეწოვას და ამიტომ აქვს მუდმივი ანემია. და ამაზე ვიმუშავეთ. რო წავედით საგვარეულოში, ეს იყო თიდან წარმოშობით მისი წინაპრები და სისხლის აღებასთან თემასთან მივედით. მართლა? კი. და ამ სესიის მერე ეს ახალგაზრდა ქალია, წამლები არ მიმიღიაო, დიდი ხანიაო, ფეხმძიმეთ იყო. არა უშავს. მესამე ბავშვზე და ფეხმძიმობის დროსაც კი არ დაჭირდა დამატებითი რკინა, როცა ჩვეულებრივ მაგ პრობლემის გარეშე ადამიანებს გვჭირდება ხოლმე ფეხმძიმობისას ქალებს, ხო? ხო, ესეთი საოცარი. და კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა პრობლემით, ისევ რო ჩაუღრმავდით, აღმოაჩინა საგვარეულოს ისტორია, რომელიც არ იცოდა, ცოდნის დონეზე არ იცოდა, არასოდეს არავის არ მოუყოლია, ხო, ოჯახში და რომ მივიდა და რომ კითხა ბებიას, ბებიამ უთხრა, რომ ბებია მასზე მეტი იცოდა, რა თქმა უნდა და ბებიამ უთხრა, ხო, ეს ჩვენ საგვარეულოში მომხდარა. და რა? ითქმება თუ არ ითქმება? აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ აი ეს მახსოვს, რომ ბებიისგან დასტური მიიღო. იმდენი რა სესია მაქვს ჩატარებული, რომ ზეპირად რაღაც არ მახსოვს რა. შვენიერი, რაღაცა ღალატი, ქალის კაცის ურთიერთობების თემაზე იყო. ბლიც ცოტა გაგვიზარდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ეს ბოლო. იცი რა მინდა, ეხლა ჩვენ რო გადავიდეთ სესიაზე, იდეაში, ინგამ უნდა გაშალოს კარტი. უბრალოდ ინგამ კარტი არ უნდა გავშალოს, შენ უნდა ამოდიხო. მაპატიებს, სულ სიტყვას ხმარობ ამ ის გარშემო. ბარათი უნდა ამოვიღო. კი ბატონო, მაგრამ ინგა მე თავიდან მითხრა, აი რა თემის დამუშავება გინდაო. თავიდან რო ვიფიქრე ხარ, რა თემის დამუშავება მინდოდა, ხა ესე ჩემი პირადი თემები რო გამოვიტანო, რატო უნდა მისმინოს მაშინ მაყურებელმა, ხო? რო იცოდე ყველას ერთს და იგივე გვაწუხებს. ხო, შეიძლება, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ მოდი ისეთი წამოვიღო, რაც შეიძლება ჩემთან ერთად ძალიან ბევრ ჩემთან ერთად ანუ ჩემს ბევრი ადამიანისათვის იყოს საინტერესო. ამიტომ აი რამოდენიმე ჩამოწერე და ოღონდ ისეთი ყველა მინდა რომ არ ვიცი რომელი როგორი რაღაც არის იცინი? ესე იგი სტუდენტებსაც როცა ერთმანეთთან მუშაობენ, ვეუბნები ხოლმე რომ საწყის სესიებზე სანამ გაიწაფებით და რაღაცა ნუ გამოიტანთ ისეთ თემას, რომელიც მთელი ცხოვრება რო გაწუხებს და გახსენებაზე რო იმაში ვარდები რაღაც საშინაო მდგომარეობაში. ცალსახად არ მინდა მაგის გამოტანა, იმიტომ რომ მე როგორც გითხარი არ მინდა თვითონ. მაგრამ ნებისმიერი სულ უბრალო თითქოს რაღაცა არც თუ ისე ღრმა თემას შეიძლება საფუძვლად ედოს რაღაცა ისეთი ღრმა და მნიშვნელოვანი, რომ never know როგორც იხარ. ამიტომ ნახოთ. მოკლედ აი სად ვატორმუზებ? აი რა არის სადაც მე მაქვს ასე ვთქვათ ტორმუზი ჩართული და ამის იქით ვერ მივდივარ რა. იმიტომ რომ მაქვს ხოლმე ეს მომენტი რომ აი რაღაცა ერთი და იგივეს ვკეპნი და სულ ეს პანიკა მაქვს რომ ვაიმე რაღაცა რატო ვერ ვითარდები რაღაცა ჩავიკეტე რა. აი სად არის ვერ ვითარდები? ხომ რეალურად ზოგადად აი რაღაცა მგონია რომ აი ახლა აი ამ ეტაპზე აი განვითარების ამ ეტაპზე სადაც ვარ გინა ბიზნესი გინა პიროვნული გინა რაღაცა ვაიმე მგონია რომ რაღაცას ვაკლებ რაღაცა აი სტაკ თითქოს გავიჭედე რა და რაღაცა წინ არ მივდივარ და სულ პანიკა მაქვს აბა ციფრები მჭირდება აბა ეს რა ხდება ციფრებში გინაცის ბიზნესის მიმართულებით გინას რასაც ვაკეთებ იმის მიმართულებით. ეს ერთი თემა. მეორე თემა არის, აი რატომ უნდა ვიყო მაინც მეძლიერი. სულ რატო ვითავებ და ყველაფერს ვიკიდებ ზურგზე და ვიმატებ და აი მართლა ვიჩნდები როგორც ის ჭიანჭველა და ზემოთ დიდი რაღაცა ტვირთით რა. აი რატო უნდა და მაწუხებს ეს კითხვა. აი რატომ უნდა ვიყო მაინც მეძლიერი. ეს არ დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს ალბათ რა. ბოლო საკითხი არის რას ნიშნავს ჩემთვის უკვე წარმატება. აი რაღაცნაირად რაღაც მომენტებში მე ხანდახან მეკარგება აღქმა რომ აი ხო სულ რაღაც ჩართული ხო სად არის ფინიში რა. სად უნდა გავჩერდე, სად უნდა ამოვისუნთქვა მის დედაც. დავიღარე.
ხო, აი ეს სამი დიდი თემა არის და რაღაცა მგონია რომ რაღაცა ეხლა არის ეს არ არის ის რაც სულ მუდმივად მაწუხებდა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ცხოვრების არის გარკვეულ პერიოდში გარკვეული ხო, ეს არ არის ბავშვობის ტრაუმები, მოკლედ ეს არის უფრო ეხლანდელი რაღაცა რა. კი ბატონო. მე შემოგთავაზებ ასეთ რაღაცას, გადაწყვეტილება რომ მიიღო, ესე იგი ეს არის ჩემი საავტორო ბარათები დიალოგი. ძირითადად დიალოგი საკუთარ თავთან. თუმცა ერთმანეთთან დიალოგი შესაძლებელია და ამ ტექნიკების ჩატარება. ესე იგი ინებე ძვირფასო, დაიკავე ხელში, შეგიძლია აჩეხო. და ესე იგი პირველი თემა რაც დაასახელე ეს იყო პირველი თემა იყო აი რა მატორმუზებს, რა მაბრკოლებს, რა აი რა სად ვიჭედები ხოლმე რა, აი წინსვლაში ხო? ოკეი. მეორე თემა იყო რატომ უნდა ვიყო მაინც ძლიერი და მესამე რა არის ჩემთვის წარმატება? აი რა არის უკვე წარმატება რა, აი სად ვიტყვით, რომ всё, მე უკვე წარმატებული ვარ და დღე გაჩერდი რა. კი ბატონო. ეხლა ამოიღე ბარათი. რაღაცა ეგოსთან არის დაკავშირებული რა, ეს ჩემი ეგო ვერ დაკმაყოფილდა ვერაზროს ალბათ ხო? ამოვიღო ბარათი შუიდან ზემოდან არ აქვს მშრომელი. საიდანაც გინდა არ გახსნა, უბრალოდ დადე ეს თანამიმდევრობით. ესე იგი პირველი ეს პირველი თემა. პირველი იმის საკითხის, კი ბატონო. ეხ კიდე ამოვიღო? კი, მეორე საკითხის. მესამე იყოს. და მესამე საკითხის. ბოლოდან მეორე. ოკეი. ესაც ავიღო. შეგიძლია დადო და გახსენი ახლა პირველი ბარათი, შეხედე რამდენად შეესაბამება ჩვენს გვაჩვენე მოდი. მიშველეთ. ესე იგი, ეს აღწერო რა არის? ჯერ საკითხი დაასახელე. ესე იგი, საკითხი იყო რა მაბრკოლებს, რა აი განვითარება, აი მეგმერთო, ეხა გამაჟრიალა, იმიტომ რომ მივხვდი უკვე რა მაბრკოლებს. რა მიქაჩება უკან. ჩვენ უნდა შევარჩიოთ რომელზე ვიმუშაოთ. ოკეი. რა მაბრკოლებს, აი ხანდახან მგონია რომ საკითხი არის ის, რომ აი სულ ერთ ადგილას ვტკეპნი, როგორ წავიდე და გავარღვიო. როგორ კი არ არის კითხვა უბრალოდ აი რა არის რა აი რატო ვიჭედები ხოლმე პერიოდულად ესე არ ფიქრობ რომ პირველი და მეორე სამივე საკითხი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია ფაქტიურად არის კი ძალიან კავშირში ერთადერთი ხო აი რაღაცა ამან გამოიწვა აი ამ პირველმა გამოიწვა მე მგონი წარმატების გაუფასურება ჩემთვის აი ეს რა არის უკვე წარმატება რო ჩავთვალო რომ ეს არის წარმატება და всё მოვჭით მეორე საკითხიც ხო აი რატო უნდა ვიყო მე სულ ძლიერი იმიტომ რომ აი აქ დავიღალე აი ამ პირველ თემაში ძალიან ბევრს ვფიქრობ არა დაასახელე სწორი ბარათია რა უყურებ იმ თემას პირველ საკითხს შეესაბამება ანუ აღწერო ეხლა მე რას ხედავ ჯერ ინტუიციურად თქვი შეესაბამება თუ არა? რაღაც მომენტში შეესაბამება და აჩვენე მოდი მაყურებელსაც, ხო? მაყურებელს ვაჩვენე. რას ხედავ მოდი დაასახელე? რაღაცნაირი გაბრაზებული და მგონია რომ ბევრი თვალები არის და რაღაცნაირად უყურე ბარათს და ისე აღწერე. თვალები არის, ასევე ცენტრში მოქცეული არის პულივიზატორი, რომელიც აფრქვევს ჩემთვის რაღაცა ტოქსიკურს. და ამ პულივიზატორსაც ახატია რაღაცნაირი უსიამოვნო პირები და ენები და ლაპარაკები. აუ მე რომ ლაპარაკობ ხოს მაჟიალებს. რა კავშირშია ეს შენს? რა კავშირშია? არ ვიცი, იქნებ მოქმედებს აი ეს ზოგადად ამ ბოლო დროს მე ხშირად მithქვია, რომ ეს ბლოგინგი ცოტა უკვე მამძიმებს რა კუთხით, იცი? რაღაცნაირად მგონია რომ ვექცევი აი ამ კარნახის ქვეშ რაც დაუშვათ სურს მომხმარებელს მაყურებელს და რაღაცნაირად მგონია ოღონდ ეს ცუდი რაღაცა არ არის რომ ექცევი იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვის მსურველი მსმენელი მყავს კერა და სულ ვიძახი ხოლმე ხანდახან რომ მყავს გამომწერი დაქალები ვინც აი წლობის განმავლობაში ველაპარაკები რა ეს ცუდი რაღაცა არ არის მაგრამ არის რაღაცა ის რაღაცა ნაწილი რომლის ქვეშაც არ მინდა ხო ტოქსიკური ნაწილი არ მინდა მოვექცე მაგრამ რაღაცნაირად ვექცევი აი ეს მომენტი არის და ეს პირი რაღაცა მაგასთან ასოციაცია მაგასთან მოვახდინე რაღაც აი უსიამოვნო პირი არის რაღაცნაირი დაშორებული კბილებით დახატული კიდე აქვს რამეს ხომ არ დაამატებდი კიდე კიდე ხო დავამატებდი რომ გარშემოცულ თვალები არის ეს ხო გაჩვენეთ ეს გარშემოცულ თვალები არის რომელიც აი რაღაცნაირად რას ნიშნავს შენთვის ეს თვალები დაკვირვების ობიექტი ვარ
მაგრამ ეს მე არ მაწუხებს რომ არ დაკვირვების ობიექტი. ანუ არ ვიცი რამდენი უბრალოდ ხა აქ ცოტა ნეგატიური თვალებია. ნეგატიურად მაკვირდებიან, არ ვიცი. ეხლა მე ცოტა დავიკარგე იმაში. ეხლა რა შვები მე? რაც ისაუბრე ახლა რაც გაიაზრე მაგბარათის მეშვეობით რას დაასკვნიდი ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე რაღაც. ანუ ეს უკვე თემის დასკვნა დავდო? არა, უბრალოდ აი ახლა ამ ეტაპზე. რა მინიშნება მოგცა ბარათმა? რა მინიშნება მომცა და შენს საკითხთან მიმართებაში? ან ზოგადად საერთოდ? ანუ ძალიან დიდ ენერგიას და დროს ვუთმობ, ну, ესე მგონი ყურს აი ამ ბარათიდან გამომდინარე, ძალიან დიდ ენერგიას და დროს ხომ არ ვუთმობ, ანუ კითხვას არ ვასკვნი, იმიტომ რომ არ ვიცი ვუთმობ თუ არა რეალურად, ხო? კი, ნორმალურად. ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხო არ ვუთმობ, აი ამ ტოქსიკურ პირებს. პირებს, ანუ ტოქსიკურ ლაპარაკებს, მესიჯებს, კომენტარებს და აი ამ. და შენს ერთ ადგილზე დგომა და რამატორმოზებსო იმასთან რა კავშირშია ეს? ნუ მე თუ ამას ენერგიას ვუთმობ და შესაბამისად ეს ჩემ დღის განწყობაზე აისახება, ხო შეიძლება რომ ის ჩემი დღის განწყობა მე სხვა კუთხით მიმართო, არა? და უფრო სხვა პროდუქტიულ რაღაცაში ჩავდო. ალბათ ამ კუთხით. კეთი. всё, დავდო? კი, დახურული დადე. და მეორე საკითხი რა იყო? რატომ უნდა ვიყო ძლიერი? ხო, რატომ უნდა ვიყო მე ძლიერი? ვანახო? ესე იგი ვაჩვენოთ მაყურებელს, ეს არის როიალი, ყლაპავს ადამიანს, მაგრამ როიალის თავზე რა არის ეს ვერ ხვდები ეს ანტენასავით? თავიდან მეგონა რასაც შენ ხედავ ის არის. ანუ როიალის თავი მეგონა ტარაკანის თავი იყო. მაგრამ რაღაცა ეს ანტენები აქვს და ადამიანი არის მაყურებელი გარედან, რომელსაც არ აქვს ადამიანის სახე, რაღაცა სხვა სახე, რომელსაც ვერ ხედავ, არ ვიცი, კარგად ვერ ხედავ. სტორი ბარათია? სტორი ბარათი რას ნიშნავს? აი ინტუიციურად შენ საკითხთან მიმართებაში. რატომ უნდა ვიყო მე ძლიერი? რაღაცა მიჭერს დაკავშირება. შეგიძლია გამოცვალო. არ ვიცი, რომ არ ჩამყლაპოს ვიღაცამ თუ რატომ უნდა ვიყო ძლიერი რომ აი არ ვიცი როგორ შეიძლება აუცილებლად ეხლა ეს რა არის მე ვცდილობ რომ კარგი დღევანდელი სესია კი არა და ეპიზოდი იდეაში უნდა იყოს ლოგიკის უკან გადადება და ქვეცნობიერში ძრომიალი ხო იდეაში რაღაცნაირად მაგრამ სესია ხო ამას ახსოვს ვერ აკავშირებ შენ საკითხთან გამოსვლის საშუალებას და ეხლა მე ლოგიკურად ჩავთვალე რომ აი რაღაცა ეს როიალი არის უფრო რაღაცა ესეთი მაღალფარდოვანი რაღაცა ზემდგომი როიალი მაინც ჩვენთან ასოცირდება ყურის სილამაზესთან, ჟღერადობასთან და პიანინოების მეფესთან, ხო? და რაღაცა ეს ზემდგომა რომ არ გადამყლაპოს, რა ვიცი, ჩემი ძლიერა რა ემოციას ბადებს შენში ეს ბარათი? ნეგატიურს. სად არის კულმინაცია ამ ნეგატივის? სად არის კულმინაცია და აი ეს ტიპი რომ მაკვირდება უემოციოდ, სანამ მე როიალი მყლაპავს. არ ვიცი, რატომღაც ჩემი თავი გავაიგივე აი ამასთან. არა გარე მდგარ ტიპთან, არამედ აი აქ ადამიანთან რომელსაც უჭირს იდეაში რა და თავით არის შემძროალი როიალში. ანუ როიალი ყლაპავს. რატო გავაიგივე ისე ამასთან? რა არის ეგ როიალი შენთვის? არ ვიცი, რაღაცა ზემდგომი თქვა, ხო? არ ვიცი, ზემდგომი არის თუ უფრო რაღაცა ძლიერი. ანუ რაღაცაზე რაღაცი ძლიერი. არ ვიცი, კონკურენტების შიში? შეიძლება მოგცე მინიშნება. კი. ინსტრუმენტი. ანუ ინსტრუმენტის მეშინია? არა, ინსტრუმენტი რომელიც ყლაპავს. ინსტრუმენტი რომელიც ყლაპავს, კი, მაგრამ რატომ უნდა ვიყო მე ძლიერი, რა კავშირში არის ამასთან? ეხლა ცოტა მე დავიკარგე. არ ვიცი. ჩემივე ინსტრუმენტზე არის ხო საუბარი? ინსტრუმენტი რომელიც ყლაპავს, ინსტრუმენტს რომელსაც ხშირად ვიყენებ. ინსტრუმენტს რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ არის სოციმედია. ნუ მე მაგას ყოველთვის ვიძახდი რომ სოციმედიას სული უნდა მიყიდოთ რომ იყო წარმატებული ბლოგერი. და მე მგონი ნახევარი სულზე მეტი უკვე წაიღო. ძალიან ეს არის ნინ, ძალიან რწმუნებულება არის ეს. არა, რა თქმა უნდა. ხუმრობითაც არ თქვა ეს. არა ხო? არა. კაი, всё, ამოვიგდებ მე ამას. შენი სული შენია, სოციმედია, აი რაც ახლა გააჟღერე. ხო, ეგ არის ხო? ხო, იცი რა არის? ხო, აღარ ვიტყვი. მე ეგეთ რაღაცებს ჯერა ზოგადად რასაც უშვებ და მაგის кайხანია ვიმეორებ, იმიტომ რომ ესე ვგრძნობ შინაგანად რა, რომ რაღაცნაირად ჩემი ნაწილი მიაქვს. და არ მინდა რომ ეს ნაწილი წაიღოს რა. იცი რა, ნებისმიერ პროფესიას და საქმეს, რასაც ვაკეთებთ,
იმაში ვდებთ ჩვენს დროს და ენერგიას. ცალსახად, მაგრამ მე განსხვავება ნახე რაში მაქვს იმას, რასაც სიყვარულით ვაკეთებ პოსტებს. და აი ამას ეს ნაწილი, რასაც სიყვარულით ვაკეთებ, ხო? ეს ნაწილი წაიღოს, იმიტომ რომ მე ამაში სიყვარული ჩავდე და სიყვარული გავიღე. შესაბამისად, ამ პოსტებს არ არსებობს, რომ ვიღაცას ზიანი მოუტანოს, იმდენად დიდი სიყვარული მაქვს მე ამაში ჩადებული. მაგრამ ზიანს რაც მაყენებს არის ეს ნეგატივი, რაც ყლაპავს რა. იმიტომ რომ არ ვიცი ეთყობა ამ პოსტებს რაღაცა მოლოდინებით ვაკეთებ. მე მგონია რომ მოლოდინში არის ყველაფერი. მოლოდინებით ვაკეთებ, იმიტომ რომ მგონია რომ იდეაში იმდენად ნაშრომი, ნაფიქრი რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, 1 წუთში და 5 წუთში ვერ ჩაატევ იმ საკითხს, რა საკითხებსაც მე ვსაუბრობ ჩემს ქსელებში, ხო? და შესაბამისად ვიღაცას დანაკლისის გამო გაუჩნდეს ეს ნეგატივი რა. დანაკლისის შეგრძნებების გამო გაუჩნდეს ეს ნეგატივი, მაგრამ ალბათ ამ პოსტებს მე მოლოდინებით უშვებ და მაგიტომ ვერ ვიტან მე იმ ნეგატიურ კომენტარებს და მაზარალებს და თრგუნავს. არა და რეალურად, აი ზედაპირულად, ხო? თითქოს შეჩვეული ვარ, რომ სოციმედიაში ყოფნა ნიშნავს, რომ შენი ხდი რაღაც სოციმედია გადასახადებს, რომ ჰეითერები ყოველთვის ყავს და მე ჰეითერები ბევრი არ მყავს. მე უბრალოდ ბლოკავ ხოლმე ეგეთ ხალხს. მე არ ბლოკავ. მაგრამ მე ვიღაცა რომ შემოვიდეს სახში და შეგაგინოს, არ გააგდებ? მართალი ხარ. ბოლოს დავიწყე ბლოკვა, მაგრამ მანამდე არ ბლოკავდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ბლოკავდი TikTok-ზეც, Facebook-ზეც და რჩება ჩემი ხალხი მხოლოდ. იშვიათად არის ხოლმე რომ აი სადღაც გავარდება ისეთ წრეში, რომელსაც ვერ გაუგეს, არ უნდათ რომ გაიგონ, ან უბრალოდ ვაღიზიანებ რაღაც მიზეზის გამო და მე აიტაცებენ და ათრევენ ხოლმე, მაგრამ ბლოკა უბრალოდ რა. ჩემი სივრცეა. ერთი რაღაც მნიშვნელოვანი მინდა რომ თქვა, დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ადამიანს ეს შეცდომა მოსდის თავის და უნებურად. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ. ეს იქნება საყვარელი საქმე, საყვარელ სახლს აშენებ თუ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს ქმნი თუ, საყვარელ შვილს ზრდი თუ, არ ვამბობ რაღაცაზე, რაც არ გსიამოვნებს, აი რაც შენ შეარჩიე, შენ გინდა, შენთვის საყვარელი და ძვირფასია. მაინც მიუხედავად ამისა, არასოდეს არ თქვათ, რომ სული და გული ჩავდე. რატო? იმიტომ რომ უყურე, შენი სული არის უკვდავი. ახლა აქ დედამიწაზე რაღაც საკეთებ. ხო? ის არის სულთან მიმართებაში რაღაცა წამი, რაღაც ძალიან უმნიშვნელო ნამცეცი. სახლი იქნება, საქმე იქნება. არა, გული ჩავდე რატო არა? გული, წარმოგიდგენ, გული ამოიღე და ჩადე. შენ შეგიძლია თქვა, რომ მე ჩავდე ჩემი სიყვარული. კი ბატონო. მე ჩავდე ჩემი დრო. მე ჩავდე ჩემი ძალისხმევა, ენერგია, ყურადღება. მაგრამ არა სული და გული. როგორ ფიქრობ, ეს გავლენას ახდენს მე ჩვენს ყოფაზე ზოგადად? აი რა კუთხით შეიძლება, ანუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა side effect-ები აქვს ამას? ანუ აი გული ჩადე, ესე იგი ის რაღაცა თუ არ გამოვიდა, ან იმედი თუ გაგიცრუა, ანუ აი წარმოგიდგენ, სადღაც შენი გული ჩადე და შენ უგულო დარჩი ერთი და მეორე ის რაღაცა ის არ გამოვიდა, რაც გინდოდა. ან თუნდაც გამოვიდა, მაგრამ ანუ შენი გული შენია რა. შენი გული შენ გჭირდება, შენ გულის გარეშე ვერ იფუნქციონირებ და ვეღარ გამოადგები ვერ ჩვილს, ვერ ძმას, ვერ საქმეს, ვერ სამშობლოს. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ანუ მოქმედებს. გული დამწყდა, რო გაიძახიან. დაწყვეტილი გული წარმოგიდგენიათ, რა საშინელი სანახავია? მართლა, ექიმებმა იციან კარდიოქირურგებმა. ხო. ამიტომ რა გული დაგწდაო? თქვი რომ არ მესიამოვნა. გამიტყდა. ან რა ვიცი, მეწყინა? გამაბრაზა. წყენას კიდევ არ აქვს რაღაცა ისეთი უშუალო დატვირთვა. სამწუხაროა კიდე საშინელი სიტყვა და საჭირო. Oh my god. საჭირო რატო? ჭირი და ჭირისთვის რო გინდა რაღაც რა. მაგრამ ესე სულ არ შემყედია საჭირო. ხო, მაგრამ რა საჭირო? საჭირო კი არა სალხინოა რა. ან თუ რაღაც აუცილებელია. თუ ჩაო ფუძე საიდან მოდის. დაუკვირდი, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენს კულტურაში დიდად ბედნიერება არ არის მიღებული. ხო,
არ არის. ზოგადად მე ჩადებულია და ეს კოდი მეტყველებაშიც და სიტყვებშიც არის ჩადებული და ოდესმე ხო უნდა გავარკვევთ. სასარგებლო, საჭიროს მაგერად ვიხმაროთ სასარგებლო აუცილებელი. ანუ რომ ვერ აიცილებ რაღაც, აუცილებლად უნდა გააკეთო, ხო? მაგრამ არა საჭირო. ხო და ერთი სიტყვით რა, ეს სულ ანუ თითქოს აი რაღაც შენ თქვი რომ სულის ნაწილი გავყიდეო თუ რაღაც, ხო? არა, შენი სული უნდა იყოს თლიანი. შენი და ღმერთის. მე ეგეთ რაღაცების ხოთში ზამჯერა. ანუ მეც ვფიქრობ რომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ხა ეგრე დეტალურად მართლა არ დავფიქრებ, ფუძე საიდან მოდის საჭირო და იმას, მაგრამ კი, სულ იმას ვიძახი ხოლმე რომ მუდმივად ნუწუწუნებთ. მოდი ხარ რომ ვისაუბრებთ, თქვათ ხოლმე რომ სალხინოა ეს. სალხინო, ძალიან სალხინოა. შავი დღისთვის ფულის გადადება და არასოდეს არ გადადებ, იმიტომ რომ არ გინდა რომ შავი დღე დაგიდგეს. მართალია. ამიტომ გასქვია ფულადი ბალიში. ფულადი ბალიში. მუთაკა. კი ბატონო, იყოს მუთაკა, ფულადი მუთაკა. სულ ვიძახი ხოლმე რომ ხო აი არის ნუწუწუნებ, სულ მუდმივად ვაივიში ნუ გაგიდით, იმიტომ რომ მე აი ეს ენერგეტიკა ტრიალებს თქვენ გარშემო და შესაძლოა ამას იზიდავთ. ამისი მე მჯერა, მართლა. კი, ასია. მაგრამ ეხა იმას მართლა არ დავფიქრებ ვარ, რაღაცა ეს სული და რაღაცა ხედავ როგორ აუგად ვუყურებდი მე ჩემს სულს და გულს. ჩემი სული და გული. შენი ძვირფასი სული შენია და ამას რა უყო? არ მოვტოზე. მომაშორეთ. ანუ ამ თემას არ ვამუშავ, არ მინდა ეს თემა გადავამუშავ. ხო შეიძლება რომ ანუ ეს თემა არ დავამუშავო, მაშინ და დავდო. რატო ვიყო ძლიერი? რატომ უნდა ვიყო ძლიერი მე მარტო? სულ სხვა რაღაც წამოვიდა თუ აკავშირებ ამ ორ თემას ერთი მეორეში? რაღაცნაირად ვერ ვაკავშირებ რა, იმიტომ რომ გავიჩითე უცებ ჩმორი და ჩაყლაპული. ხო, ძლიერი კი არა. მაგრამ რა ყლაპავს ისიც გავიაზრეთ. ხო, გავიაზრეთ, მაგრამ იცი რა არის? ხო, ალბათ მაყურებლისთვის აი, ეს კარგი გააზრება იყო და კარგი რაღაცები მოიტანა, მაგ თემაზე ამოიღე ერთი ბარათი, თავიდანვე შემოკვდავაზე. შეცვალეთ ხო თუ გინდა, მაგრამ ჯერ თქვენ გაჩვენო და მე? აი, ეგ მაგ თემაზეა. ხო. რატომ? რატომ უნდა ვიყო ძლიერი და ტიტულ ქალს მოკიდებულია? ყავს აი უშლებელი ბუღა. ღმერთო როგორი ალეგორიულია და როგორ დაკავშირებულია ჩემს ცხოვრებასთან. მაგრამ რატომ სარცემს პასუხს, მაგრამ რაღაცა მართლა იმისავით კარტის განშლასავით სწორი კარტი ამომივიდა. რას ხედავ და რა ემოციას ბადებს? რა ემოციას ბადებს და ჯერ ერთი ძალიან დადებითი განცდა გამიშთა ამ გოგონას, ანუ ძლიერი ქალი თურმე იმსახურებს აღტაცებას და აღფრთოვანებას. მეც ვიცი რომ ესე თეორიულად ვიცი რომ იმსახურებს აღტაცებას და აღფრთოვანებას, მაგრამ რაღაცნაირად თბილ აღტაცებას და აღფრთოვანებას იმსახურებს. რას ხედავ სურათზე და რა ემოციას ბადებს აღტაცებას? თბილი ემოცია, ღმერთო, როგორ ეზიდება ამ ხელა ეს პატარა ქალი ამ ხელა ტახს და ბუღას, ტახი არ არის, მაგრამ ბუღა ხარი არის. ეს ემოცია არის იდეაში დახმარება რო ჭირდება. რაიმე ნეგატივი არის? არანაირი ნეგატივი არ არის. და ეხლა ეგ გააზრება მომივიდა მე რომ რატომ აწუხებს მაშინ ეს კითხვა ნეგატიურად. ვიყო რა ძლიერი. თუ ესეთი პოზიტიური არის ჩემთვის. სოციუმის კლიშეები ნინ. მართალი ხარ. რაც ხარ ეს იყავე. ხო, ვიყო ძლიერი. What the fuck? დიახაც აბა მაზაფაკა. სტრანგენა ნოი. აბა შენი სიძლიერე. ხო, ეხლა რაღაცა იცი რა არის? რაღაცნაირად ესე უცებ არ მინდა რომ ვაიმე კარტი დავინახე და უცებ გააზრება მომინდა, მაგრამ რაღაცა მართლა არის რომ ეს ასოციაციური ვიზუალები უცებ წამიერად რაღაცა გააზრება მოაქვს შენთან რა. საქმე იმაშია რომ ჩვენი ქვეცნობიერი სიტყვებს ვერ იაზრებს, ჩვენ აზრებს ვერ იგებს, სიმბოლოებით ოპერირებს. რას გულისხმობ? ანუ სიმბოლოები ესმის და იქიდან გაძლევ, აი რო ეკითხები ქვეცნობიერს, მომეცი პასუხი. ვერ იგებს ვერც კითხვას, ვერც პასუხს ვერ გაძლევს და აქედან მომენტალურად ანუ სიმბოლო გულისხმობ რომ დავშოთ მე დღეს გავიარე და თვითმა დამასკლინდა ეს არის სიმბოლო. არა. ქვეცნობიერთან კავშირი და ქვეცნობიერისგან ჭეშმარიტი პასუხების მიღება ხდება აი ამ გამოსახულებების მეშვეობით. სიმბოლო. ანუ ეხლა მე ძალიან უტრებულად გავაკეთე რომ მაყურებლისთვის კარგად ავხსნათ რას ნიშნავს სიმბოლოები. შეიძლება სიმბოლო იყოს დღის გამოსახულება რაც არის იმაზე ასახული. დღის განმავლობაშიც რასაც უყურებ და უცებ რაღაცას წავაწყდები და იქიდან რაღაცა გააზრება მოგვივა, ესეც არის სიმბოლო, ხო? კი ბატონო. კიდევ თქვა რა ხედავ ამ ფოტოდან კი და ბარათიდან. ჩემი პრობლემა რაც არის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანის მახასიათებლები, ვისაც აქვთ ესეთი მახასიათებლები, ეს არის რომ
დახმარება ჭირდება, აშკარად ღერძიდან გადაღრეცილია ეს გოგონა, ხერხემალისგან, ანუ ღერძიდან ძალიან გადაღრეცილია, იმდენად ძიმეა. დახმარება ჭირდება, მაგრამ არავინ არ ჩანს გარშემო, მაგრამ არავინ არ ჩანს, იმიტომ არა, რომ არავინ არ ჩანს, იდეაში თვითონ არ იხმარს. ესე მგონია. და ეს ჩემი პრობლემაც არის. და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის, ვინც აი ესე მიერეგება თავისთვის რაღაცებს. კეთილი. ამაზე რას ფიქრობ? შენ ადვილად. ჩემი ფიქრები არაფერ შუაში არ არის. არა, მე შენ მაინტერესებს როგორ შენ პიროვნება, შენ მარტივად მიმართავ დახმარებაზე სხვას? გააჩნია რასთან დაკავშირებით. გააჩნია რა თემასთან დაკავშირებით. ხმე იმას არ ვამბობ, რომ იქ რაღაცა გადმომაზიდინე. ან აი რაღაცა დილემაში გაიჭედე დაუშვათ. რაღაცა დილემა გადასაწყვეტი. მე მიმართავ ხოლმე კოლეგებს და ბარათებს. რეალურად ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. შენ თვითონ შენ თავზე გაიკეთებია ეს ბარათები? კი, რა თქმა უნდა. კი? მაგრამ ზოგადად როცა სპეციალისტი გამუშავებინებს, მიუხედავად იმისა, რომ შენ თვითონაც სპეციალისტი ხარ, ის უმჯობესია, რა თქმა უნდა. აუ ეს ბარათი ძალიან მომეწონა. მე მაგალითად იცი რა, ეს ხარიც არ არის ნეგატივი ტიპი. რაღაცა ეს ხარიც მომწონს. არა. და სხვათა შორის ჩემს გამოცდილებას გეტყვი თუ მეც ამომივიდა ერთ-ერთ დამუშავებაში ეგ ბარათი და ეს ხარი საერთოდ არ დავინახე როგორც მძიმე. ხო, არა, აი რაღაცა ნეგატიურად. შეიძლება მძიმე იყოს, მაგრამ ნეგატიურად არ დავინახე რა. თითქოს რაღაცა იმისი სინთი პოინტ გატენილი. უბრალოდ სათამაშო ხარია რაღაცა. ანუ სიმძიმე მე პირადად მაგ სურათში ვერ ვიგრძენი, თუმცა შენ გადაბრეცილიაო თქვი. კი, მე სიმძიმეს კი ვგრძნობ, უბრალოდ ნეგატიურად არ აღვიქვავ ამას რა. ოკეი. ნეგატიურად ნამდვილად არ აღვიქვავ. და თურმე ლამაზი ყოფილა ეს. Being strong. ძლიერად ყოფნა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სხვის თვალშიც ლამაზად აღვიქვავ. მე, ანუ ლამაზი არ მინდა რომ დააკავშიროთ ვიზუალურ სილამაზესთან რა. აი ზოგადად ვიზუალურადაც ლამაზი ხარ. მოვიტყობე კომპლიმენტები სამოსკი. არა, მაგაზე არ აი ვიზუალურად ლამაზ არ გულისხმობ რა, აი უბრალოდ ემოცია დამებადა როგორც ლამაზის რა, მაგრამ ეს ბარათი მე რა გაანალიზებაც მომივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვის თვალშიც ესე აღვიქვები თუ მე დავინახე ეს სილამაზე. რატომ გაღელვებს სხვის თვალში როგორ აღიქმე? კაი კითხვა. მაგრამ იქნებ მე არ მაღელვებს და მაყურებლის კითხვას ვსვავ. ოკეი. მაშინ მაყურებელსაც იგივე კითხვას დავუსვამ. რატომ გაღელვებთ სხვა რას ფიქრობს? ხა, მართალი ხარ. თავარია ჩემ თავში აღიქმებოდეს ეს ლამაზა და სულაც არ იყოს. შენი ლამაზი სხეული, ლამაზი ცხოვრება, ლამაზი განწყობა, ლამაზი ბიზნესი, ლამაზი გამოცდილება. აბა. რომელიც სავსეა დაბრკოლებებით, მაგრამ ეს ქმნის ცხოვრებას ლამაზს. აბა. სა დახურო? დახურე. და ბოლო საკითხი იყო ეს გვერდზე დადევინაიდან გამოვიდა რომ სინამდვილეში 4 საკითხი ამოტივტივდა და ის არ მომეწონა პროსტა ის ბარათი. კარგი. ბოლო თემა იყო რა არის ჩემთვის წარმატება უკვე და სად უნდა გაჩერდე იდეაში რა. ხوار გაუფასურდასავით ჩემთვის წარმატება. არ ვფიქრობ რომ მივახციე წარმატებას. სტორი ბარათია? არ ვიცი. ბარათიზე არის ბევრი გალია? ხო გალია არის ეს. გააჩნია შენ რას ხედავ? ბევრი ხო შენ რასაც ხედავ ისაა სწორი. კი, აი რაღაცნაირად გალია არის და კიდე გარედან კონტროლკარი როგორც კიდევ გალია. კიდევ გალია არის რიკულებით გარშემორტყმული, ასე ვთქვათ, კიდევ ზედმეტი თავდაცვითი. სწორი ბარათია თუ არა? იცი რა არის კითხვა რა არის ჩემთვის წარმატება? არ ვიცი ინგა. ვერ ხვდები ამას. ანუ ჩემთვის ახლა ამას რო უყურებ, ეს არის რაღაცა შეზღუდვა, ჩიხში მოქცევა და ისევ რაღაცა პირველ თემას ვაკავშირებ რა, რომ ეს სოციუმის მარწუხები ჩემთვის. მაგრამ წარმატებასთან რაღაცნაირად ვერ ვაკავშირებ რა, რატო შეიძლება და გაუფასურებულიყო წარმატება ჩემთვის. თუ გინდა გამოცვალე, თუ სწორი ბარათი არ არის გამოცვალე, შეგიძლია. გამოცვლე. კი ბატონო, აიღე. იცი რა არის კიდე რაზე მინდა ვისაუბრო, რომ უბრალოდ რა დავამატო. აი რაღაცნაირად ეს წარმატება, ნუ რა თქმა უნდა, არის რაღაცნაირად ეს ეგოს მკვებავია რა, ეს შენი წარმატება, იმიტომ რომ რაღაცა მიდიხარ რაღაცა აღწევ, იდეაში პროცესი არის წარმატება მგონია. იმიტომ რომ იმ რაღაცას რომ მიაღწევ, სულ ეს იყო გემართება ხანდახან რა, ანუ ხანდახან დაგისვია კითხვა, რომ კი ბატონო. ანუ წამიერია თითქოს რა, უცებ დგაფ გადალახე და
აი ეგრევე სხვა რაღაცის სხვა მთას იწყებ რა. სხვა მთაზე გავაკეთებ ჩემს კომენტარს. ესე იგი, ერთის მხრივ ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ მიღწევატორები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის ბავშვობის ტრავმა და იმისათვის, რომ აი ეს დაიკომპენსირონ, აღწევენ და შესაბამისად, როდესაც რაღაცა დაიმკვიდრე, საკმაოდ კარგი მოცემულობა, ხო, წარმატება, შინაგან კმაყოფილებას ვერ გრძნობ, იმიტომ რომ ის რის განცდის საშუალებასაც ეს ტრამვა არ გაძლევს და გიხურავს, ხო, იმ შინაგანი სისავსის, ბედნიერების, ჰარმონიის. ეს არის რაღაცა შინაგანი ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური და ამას ვერანაირი გარე მოცემულობით ვერ შეივსებ. ხო? ერთის მხრივ. თუმცა მეორეს მხრივ, აბსოლუტურად ნებისმიერი მიღწევა ყველა მხრივ არის, ეს Facebook-ზე დადის ხოლმე ეს ფრაზა, რომ ყველა საუკეთესო გამოგონება შიზოიდების ის არის გაკეთებული, ყველა საუკეთესო, ვიცი, პერფორმანსი სტეროიდების მიერ და ასე შემდეგ რა. ანუ ეს არის ერთგვარი მამოძრავებელი ძალა, რომ განვითარდეთ, ცხოვრება განვითაროთ და ეხლა ბევრი ჩვენთაგანი ხო მარტო თავის ეს არა, საკმაოდ დიდ არეალზე და დიდ რაოდენობა ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს, მაგალითად როგორც ჩვენ, ხო? ეს მეორეს მხრივ. მესამეს მხრივ უყურე, ეს ყველაფერი თვითონ დედამიწაზე ცხოვრების წესია, იმიტომ რომ როცა ივსება იმ დანაკლის და შვენივრად ვარ, არაფერი არ მინდა კაცი. რაღაც საჭმელი მაქვს, აგერ პალმიდან ბანანი ჩამოვარ და მივირთვი და გადავტრიალდი და მორჩა და არაფერი არ გინდა. მერე. ანუ უკვე ჰარმონიაში ხარ, უკვე ძენში ხარ, ხო? ცოტა ხანი არ შეიძლება ვიყოთ ჰარმონიაში? შეიძლება. თვითონ ცხოვრება არის მოწყობილი ისე, რომ აი რაღაცა მუდმივ ამ ძენში ხარ და როგორც აღმოსავლური სწავლებები რომ თუ გასხივოსნებული ხარ? ხო და არაფერი არ გაღელვებს და ყველაფრის მადლიერი ხარ, მაგრამ ევროპული გონებისათვის ეს მთლად ის არ არის, რაც გვინდა, ან სულ საქმეში ხარ და ჩემი აზრით, როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება შუაშია. ხო. და რომ შეძლოა ეს მე და პლუს ეს შინაგანი რაღაცები დაამუშაო, რომ სისრულე კონდეს შინაგანი, მაგრამ ისი არა, რომ მე საერთოდ აღარაფერი აღარ აკეთო. მიღწევატორებისთვის ეს მუდმივი მიღწევები და ეს მუდმივი რაღაცა ერთი მთის მერე მეორემთან, მეორე მთის მერე მესამემთან და თან ეს მთა სავსეა დაბრკოლებებით, სავსეა ემოციური კარბონებებით, დანარცხებებით, ადგომებით, ეს საჭირო არის? კი, აბა ეს ცხოვრების წესია, ეს ენერგიას გაძლევს, ეს ვნებათა ღელვანი ზემოქმედებას აკეთებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, რომელიც ცვეთას უმატებს იდეაში. კი, აბა რა, გული და ნერვული სისტემა, აბა რა, კი. აი მან რა არის წამალი იდეაში, რომ კი მიღწევატორებს ეს სჭირდებათ, ის ბალანსი, რომ აკეთო, რომ ეს დიდი ლოდი ზემოთ აგორო, ხო? როგორც მეტაფორა, მაგრამ ამავე დროს შეგეძლოს შინაგანი კმაყოფილება, შეჩერება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საკუთარი თავით კმაყოფილება. ამას ხო არავინ არ გვასწავლის რეალურად. არა. ეს ტექნიკი მარტო შეიძლება ბევრჯერ ვრჩებით, მაგრამ აი რა კითხვას ვუსმევთ საკუთარ თავს, რა კითხვა უნდა კი არა, რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, ან ფიქრის მიმართულება როგორ წავიყვანოთ, რომ პირიქით ტოქსიკური კი არ იყოს ჩვენ თავთან მარტოობა, არამედ პროდუქტიული იყოს, ხო? ანუ აი მანდაც პროდუქტიულობას ვცდილობ რა, რომ იყოს პროდუქტიული კი არა, ანუ ჰარმონიული იყოს. ადამიანების უმრავლესობისათვის საკუთარ თავთან დარჩენა ტოქსიკურია. და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ საქმე იქნება თუ ურთიერთობები იქნება თუ ტელევიზორია თუ სოციქსელებია თუ წიგნია თუ ნებისმიერი რაღაც აკეთო, ოღონდაც რომ არ დარჩე მარტო საკუთარ ფიქრებთან. და რა არის მაგისი გამოლოცვა, ასე ვთქვათ? გამოლოცვა პირველ რიგში არის ის, რომ არ მისცე უფლება ფიქრებს, ნეგატიურ ფიქრებს. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ფსიქიკა ესეა მოწყობილი, რომ ნეგატიური ასოციაციური ხაზებით ხდის და ყოფილა რომ უბრალოდ სადღაც იდაყვი მიარტყი და მე აღმოაჩინე რომ რაღაც საოცარ საშინელებაზე ფიქრობ, რომელიც ან ოდესღაც გადაგხდა, ან შეიძლება გადაგხდეს, ხო? შესაბამისად ისწავლო საკუთარი ფიქრების მიდევნება, ან თვალყურის დევნებას გულისხმობ და შეჩერება.
შეჩერება და პოზიტივზე გადაყვანა. გადართვა. ერთ მაგარ გამოცდილებას მოვყვები მე და ინგას რაც ქონდა გახსოვს მატეო რო ახალი გაჩენილი მყავდა 4 წლის არის ხა ჩემი პატარა და შესაბამისად ახალი გაჩენილი მყავდა მე მეგონა რომ მეორე რო გავაჩინე ძალიან ძლიერად ვიყავი ფსიქოლოგიურად. თუმცა ну ქალის ეს ჰორმონალური ქარბურბალა და ქარიშხალი მაინც იმდენად ძლიერია რომ ფსიქიკაზე მაინც მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ორივე ორსულობის შემდეგ ფსიქოლოგიურად, მენტალურად ვიყავი ძალიან სუსტად და ძალიან ცუდად, ასე ვთქვათ. და მოკლედ, აი მატეოს გაჩენაზე, როდესაც ჩემ თავთან მარტო რჩებოდი ხოლმე და მე გავაანალიზე რომ მე მატრიგერებდა სოცქსელზე ერთ-ერთი აკაუნტი, რომ ის აკაუნტი რომ ამომიხდებოდა თავის თორებით, ეგრევე მატრიგერებდა ამ რაღაცაზე და მოგიყვებით გაგიზიარებთ ამ რაღაცას. ბავშვი საავადმყოფობა? ჩემს პირველ შვილს ვერ ჩოდი ჩემს ფიქრებში. ოღონდ ამისი აღიარება ხალხო მე ამ ეხა ხო მატეო არის 4 წლის ხო ეს მქონდა მატეო და მე გავარკვიე რომ ეს რაღაც დაემართა. რაღაც დაემართა. ოღონდ მართლა ისე ვავითარებდი ამ ფიქრებს რომ საშინელ მდგომარეობაში ვარდებოდი. ანუ ჩვეულებრივ ანუ პროცესს წარმოვიდგენდი როგორ კვდება, როგორ პანაშვით, აი ამას ვერც ვაჟღერებდი. იმიტომ რომ იმდენად მითხდებოდა და რა დღეში გაგდებს ახლა დედას. ხო, აი იმ როგორც კი მარტო დავრჩებოდი, ეგრევე მივიდიოდი და პირველ შვილს ვერ ჩოდი აი ამ ჩემი ფიქრები და სხვათა შორის მე და შენ გავაკეთეთ ლაივი და ლაივში მითხარი კი რა თუ ცალკე მითხარი რა რომ აი ტვინი ამიდუხდა მეთქი რომ აი რა გავაკეთო აი მინდა რომ შემოვირტყა აგური რომ როგორ ვბედავ ჩემ შვილზე აი ესეთი ფიქრის ჩამყალიბება. არა და დედის ფიქრს დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს ხორღოდაო აი ძალიან და ისე მეშინოდა და ამიტომაც ვერ ვაჟღერებდი იმიტომ რომ მეგონა რომ ხმამაღლა რომ გავაჟღერებდი მე ხა დანარჩენებას არის ფიქრო ხო? ხო არა მაგის გამო არა რომ გავაჟღერებდი ხმამაღლა უფრო მეტი ძალა არ შეძენოდა რა ამ ფიქრს და ამ ენერგიას. და ამიტომ არ ვაჟღერებდა ეს რაღაცნაირად შენ მოგიყევი რა მართლა არავიზე არ მომიყოლე და შენ მითხარი რომ მოდი ეს ფიქრიო ადექი და შეცვალე და მეთქი როგორ ვითხარი და აი როგორც კი ეგ შეგაწუხებსო მაშინ როგორ მახსოვს ინგამ ეგრევე ადექი და წარმოიდგინე კობიკო მომავალში. კობიკოს აი შვილები, აი როგორ მამოხუცი როა და მამოხუცი როგორი არის, როგორი არის ვიზუალიზაცია გააკეთეო, როგორიაო შენი შვილი ღრმა მოხუცებულობაში, რამდენი შვილი ყავს, რამდენი შვილი ყავს, ახლა სუმაჟრიალეს მართლა რო ყვები, მაგრამ ეს იყო ჩემთვის აი game changer, აი რაღაცნაირად გარდამტეხი იყო იმ დროს იმდენად ცუდად ვიყავი რა. იმიტომ რომ ეს რო ცუდი აზრი არ უნდა იფიქროს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლა გეტყვით. როგორ შეაჩერო ეგ კიდე ცალკე ტექნიკა ამ მგონი რა. არავითარ შემთხვევაში არის ფიქრო თეთრ დათვზე ახლა. რა არის ეს? ეგრევე ხო წამოვიდა თეთრი დათვი. და არის ჩვენ თავსეუფნევი, არის ფიქრო თეთრ დათვზე და ამ დროს ეს თეთრი დათვი გიზის იქ შიგნით. რა არის ეს თეთრი დათვი? ხო? და ამ დროს მინიშნება იგივე ხო რომ თეთრ დათვზე არის ფიქრო, მაგრამ შეიძლება ჩაანაცვლო წითელი ძაღლით ან ყვითელი კატათი. всё, წითელი ძაღლის გავიზუალიზაცია და ყვითელი კატა. ხო, და როცა წამოვა თეთრი დათვი ეგრევე, წითელი ძაღლი და ყვითელი კატა. და ანუ ესეც იგივეა რა. ცუდი ფიქრი წამოვიდა, დაიჭირე შენი თავი, შეაჩერე და პოზიტიურზე შეცვალე. და ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იგნორი გაუკეთო, ხო? ანუ იდეაში უნდა დაიჭირო. უნდა დაიჭირო, თორე ეს ხომ ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, გაუცნობიერებლად. აღარ მახსოვს ვისი გამონათქვამია, რომ აზრები როგორც ჩიტებია, ვერ დაუშლი რომ შენს თავზე გადაიფრინონ, მაგრამ ბუდე დაიდონ თუ არა შენს ხელთ არისო და კი, ნამდვილად ანუ მე ვერ ვაკადრებინოთ ნეგატიურ აზრებს. აი ჩემი ემოციური ფონის და მიხედვით მოდიოდა ეს ჩემი აზრები რა, მაგრამ ის გაანალიზებული მქონდა და კიდე უარეს ემოციურ ფონს კი და უარეს ემოციურ რა მატრიგერებდა ეგ მოვშთე კი ბატონო ეგ გავაანალიზე რა მატრიგერებდა რა იწევდა რაღაცნაირად შემში იმას მე ყველანაირი ნეგატიური აკაუნთი სადაც დებენ ნებისმიერი სახის ნეგატივს ეგ უკვე ხო ამას ჩავხსენ მაგრამ კარგი ამბები მოდის მომენტი იყო რაც მე აი ძალიან მაშობოდა მაშინ და მაშინაც მოვშთე ცოტა გავიქეცეთ ახლა თემიდან მაგრამ კი ბატონო ეს იყო ეს მესამე თემა რო შევცვალე ბარათი და რა არის ეს წარმატება და სასაც თავდება წარმატება აი ეს უკვე ღმერთო რაღაცა როგორ ძალიან დაკავშირებულია ადამიანები ადიან კიბეზე და ვარდებიან ჩამოეთქლიშებიან ადიან კიბეზე და ვარდებიან ხო ეს შეგვიძლია განვიხილოთ ბევრ ადამიანად შეგვიძლია განვიხილოთ ერთ ადამიანადაც რა ჩემთვის ეს ბარათი დაკავშირებულია იმ კითხვასთან რაც მე დავსვი რა ემოციას ბადებს რა ემოციას ბადებს და თურმე აი ეს წარმატებულობის ეს თეორია რომ ეს წარმატება არსებობს ჩემ ცხოვრებაში
თურმე იდეაში არანაირი მშობა არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება მაინც დაეცე. ანუ მიაღწიო წარმატებას მაინც დაეცე. რაღაცა ემოცია ეს მოიტანა რა, არ არის არც ნეგატიური, არც პოზიტიური ცალსახად. უბრალოდ ცხოვრების წესია. უბრალოდ რაღაცნაირად კანონზომიერების გაანალიზება მოვიდა ეხლა ჩემში რა. რომ თურმე აი ეს რატომ ვეძებ აი ამ კითხვას, რომ აი სად არის წარმატება და სად გავჩერდე, არც თუ ისეთ მნიშვნელოვანი არ არის, უბრალოდ მგონი ჩემი საქმე უნდა ვაკეთო და რაც დაგაინტერესებს ახალი იმასაც ვიყო. აღარ თან აანალიზებ, ზოგი თავზე იყიდებს ხელს, ზოგი უყურებს მეორე ადამიანი როგორ ვარდება, ანუ იდეაში ხო, რა რაღაცა ძალიან დაკავშირებულია ამ კითხვასთან რა. და რა დასკვნა? დასკვნა ის არის ზუსტად ის წეღანში რაც თქვი რა, რომ ძალიან რთულია იდეაში ამ შუა წერტილის პოვნა, მაგრამ ძალიან საჭირო არის რომ შევიგრძნოთ ის წარმატებაც და მე მგონია რომ წარმატების ჟინიც უნდა გქონდეს, ზუსტად აი ამას დავაკავშირებდი რომ ეს ტიპები ისევ ადიან. ელემენტარულად ცხოვრების ხარისხთან არის ეს დაკავშირებული. ხო, აი ისევ ადიან ეს ტიპები ამ კიბეზე რა, რაც არ უნდა გადმოვარდნენ, მე მგონი მაინც, იმიტომ რომ ერთ ადამიანად წარმოვიდგინე რა, ციკლი არის ეს ამ ერთი ადამიანის, ესე მგონია. ანუ იმის სურვილი რომ გქონდეს წარმატება და მოიყვანო შენ ცხოვრებაში წარმატება, მიაღწიო წარმატებას, არ არის ნეგატიური პონტი, პირიქით ჟილკა კარგია და ჟინი. თუმცა მე მგონი ობსესდ როგორ არის, ობსესიურად აკვიატებული და ისე რომ შენი ცხოვრების ხარისხი გააფუჭოს, მე მგონი არ უნდა იყოს დამოკიდებული ამაზე. დასკვნა ჩემი ალბათ ეს არის აი ამ ბარათიდან, იმიტომ რომ ალბათ გადმოვარდნა და დანარცხება უფრო მტკივნეულია, ვიდრე ნელ-ნელა ჩამოსვლა რა. რატო არ ჩამოდია ნელ-ნელა? წარმატებიდან ნელ-ნელა მინდა ჩამოდის? ძირითადად ვენარცხებით. და რაღაც აზრი მომივიდა და გამიფრინდა უცებ. რატო არ ჩამოდიან ნელ-ნელაზე? არა, მანამდე იყო. კაი, მოვა ისევ თავიდან. მოდი ახლა გავხსნათ 4-ვე ბარათი. და სამივეს ერთად რომ უყურებ რა სიტყვი? სამივეს ერთად რომ უყურებ, ყველაზე ნეგატიური ჩემთვის არის პირველი. და პირველი თემა იყო, რატომ კი არა და რა მაფერხებს. ვიზუალურად ჩემთვის ყველაზე ნეგატიური არ ვიცი ხეს რამდენად კავშირში არის ამ თემასთან. კი არა და ამაზე გინდა მუშაობა? მე არ მიყვარს რაღაც ნეგატიურ რაღაცებზე მუშაობა. არ ვიცი ეს ფსიქოლოგიურად რამდენად სწორია, იმიტომ რომ მოხდება მაგის რეფრეიმინგი მაგაზე არის და მაგ თემას ირჩევ თუ დანარჩენებს? ისიც არ მინდა რომ იცი რა არის ის ეგონოს ჩემს მეორე თავს, რომ ნეგატიურზე ცუდს გაურბივარ რა. უყურე ამისთვის არსებობს ძალიან კარგი კოუჩინგში ვაკეთებთ ხოლმე ეგრეთ წოდებული კონტრაქტირება, როდესაც ადამიანი მოდის ნებისმიერი სახის დაბრკოლებით და პრობლემით. ეს გასაგებია, მაგრამ ამის ნაცვლად რა გინდა? და ხდება პოზიტიური ფორმა, ანუ არ მინდა ავად ვიყო და რა გინდა, რომ ჯამთელი ვიყო მაგალითად. რა მაფერხებს ჯერ მოდი რასთან მიმართებაში შეფერხებაზეა საუბარი ამას ეს რომ გააჟღერო. ჩემი ზოგადად აი ჩემს გარშემო რაც არის წამოწყება, აი რამდენიმე პროექტს ვუმუშაობ, ხო? ხო. აი რა მაფერხებს რომ კიდევ უფრო მეტად და სწრაფად მე ყველაფერი გუშინ მინდოდა სწრაფად განვითარდეს. თუნდაც ჩემი პიროვნული ზრდა. ოკეი. მაშინ აი ჩემი ესპანური სწავლა, ჩემი აი ინტეგრირება, მაშინ ესპანეთში, აი რა მაფერხებს, რა გარემოებები რა. ნუ ესპანური სწავლა ჩემი ფოლოვერები ზრდა, ჩემი აგრე YouTube-ზე გაზრდა, აი რა ყველაფერში რა მაფერხებს. გონია რომ ჩემი სიზარმაცე, მაგრამ აქ სიზარმაცეს არ ხდება. იცი რა, ესე ყველა მიმართულების ერთად დამუშავება არ ხდება, რომელიღაც ერთი კონკრეტული ავიღოთ. შენი პიროვნული ზრდა ამბობ, რას გულისხმობ? აი რა შემთხვევაში ჩათვლი რომ ხო, უკვე გავიზარდე უყურე, მოდი ეს მონიშნული ფინიშის დროშა სად არის რომ ნუ ეს არ არის ფლატ ფინიში, ხო, საბოლოო, არამედ რაღაც ეტაპზე რომ ოკეი, მე იქ უკვე მივედი. აი მივედი იქამდე, რომ აღიარება შემიძლია ჩემი რაღაცა მიღწევების, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი. ძალიან ცოტა ხანი. ეს არის შენი არა, სად მოვნიშნოთ ის, რას ნიშნავს რომ ნინო განვითარდა პიროვნულად. რა მაჩვენებლებით მიხვდები, რომ რა უნდა მე ეხა რაც მაკლია, რომ აი ზუსტად აი იმ თემასთან არის დაკავშირებული რა, რომ აი რა სიტყვა თქვი შენ
კრეატორები კი არა და შემქმნელები, მოიცა, მიღწევატორები. ესეც სიტყვა თქვი, ხო? მიღწევატორები. აი მე ეგ რატომაც მაქვს? მე მაქვს ეგ იმიტომ, რომ რაღაცნაირად აი მე მგონი ძალიან ღრმა ბავშვობიდან მომდევს, რომ სულ რაღაცას ვამტკიცებ, რომ აღიარონ. ალბათ დედამ და მამამ. ხო, ოჯახში. და სულ ვამტკიცებ. შემხედეთ რა კარგი და რა მაგარი. ხო, რა კარგი შვილი ვარ. ხო და იდეაში ხო, ნუ აღიარეს ერთხელ აღიარეს ორჯერ ყოველდღე ხوار მე. აში შვილო, ყოველდღე. ნინო მოვიდა, ბაშა მეგობრებო. მაგრამ იცი რა არის, აი ეს მაინც ეს მორალური მხარდაჭერა ეთყობა, რომ ნაკლები იყო. ეხლა თანამედროვე მიდგომებით ეს emotionally unavailable შობელი ხო? რას ნიშნავს? ემოციურად მიუღწევადი, კი არა და მიუწდომელი. ემოციურად მიუწდომელი იყო ჩემი ოჯახი და ოღონდ ცუდი კონტექსტი. მარტო ანუ ჩემს თაობაში ძალიან ემოციურობა დიდად მიზანში. ემოციაზე არავინ არ საუბრობდა. სისუსტე ითვლებოდა. ოღონდ ეს მეც მაქვს. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პერფექტ ვარ და ძალიან ემოციურად მიწდომადი ვარ ჩემი ორივე შვილისთვის. მეც მაქვს ეგ და ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, მე მგონი, ჩემ თაობაში განსაკუთრებით. ანუ ეგეთი ოჯახიდან წამოსული, აი ეგ მომენტი სულ მაქვს, რა რომ სულ მინდა რომ რაღაცა დავამტკიცო. აი მე მგონია რომ პიროვნულად გავიზრდები მაშინ, როცა ეს ჩემი ეგო რაღაცნაირად ცოტა უკან გადაიწევს, რომ რაღაცა დავამტკიცო და მიყურეთ რა მაგარი ვარ რომ დავდო რაღაცა შედეგი. ოკეი, გასაგებია. ესე იგი, აი არ ეგ წნეხი არ მქონდეს, აი ეგ სიტყვა მოვიდა ჩემთან რა. აი რომ ეს წნეხი არ მქონდეს ეს წარმატების რა. იმიტომ რომ მგონია რომ წარმატების პონტი თვითონ ეს სახელიც ცალკე წნეხად გადევს რაღაც მომენტში რა. არ არის უნდა მოიმატო სულ წარიმატო და წარიმატო. არ უნდა აი პროსტა გააკეთე და იმ საქმის უკეთესი ვერსია დადი, ან იმ საქმის ფინიში დაასრულე, აი რაღაც ალუბალი დაადე. გამოცდილება მიიღე. და გამოცდილება მიიღე, ხო? ხო, და გამდიდრე. აი ეგ იქნება ჩემთვის პიროვნული ზრდა. კი, ჩვენ კი ვიზრდებით და ჩვენი მშობლებიც იზრდებიან და ასაკში შედიან და როდესაც ნამდვილად წარმატებული და ყოჩაღი შვილი ყავთ, ნუ მეწად თუ ნაკლებად ამის აღიარებას აკეთებენ, ხომ? იცი, დიდობაში მე მგონი აღარ აქვს აზრი აღიარებით. მაგრამ უყურე, შენში რჩება ის შინაგანი ბავშვი, ის 5-7 წლის ნინო, რომელსაც არ ქონდა ეს აღიარება მშობლებისაგან და უპირობო სიყვარულის მიღება და აი ეს უკმარისობა მუდმივად რჩება ჩვენში. ამ შემთხვევაში გარეთ რაც არ უნდა გააკეთო, აი რასაც შენ ამბობ ახლა, ბევრი ვერ დაიკვეხნის იმ წარმატებას, რაც შენ გაქვს, ხომ? ცნობადობის მხრივ, შემოსავლის მხრივ, აი ყველა მხრივ კარგი ცხოვრებით ცხოვრობ, ხო? ოკეი. ხო, შეიძლება ხო, სხეული, ჯანმრთელობა, ყველაფერი, ხო? და მაგრამ მაინც არ გაქვს შინაგანად. რატომ? იმიტომ რომ აი ის პატარა ნინო აუღიარებელი და ის შენი ახალგაზრდა მშობლები, რომლებმაც ეს ემოცია არ მოგცეს, შენში ცხოვრობენ შიგნით. და ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ ფსიქოლოგიური მუშაობით ცვლილება. ამ ჯაჭვის. ხო, ცვლილება უბრალოდ და ნუ ეს სპეციალური ტექნოლოგიები არის თანამედროვე ფსიქოლოგიაში, რაც ამის საშუალებას იძლევა, ამის განკურნება დავარქვათ, ხო? და მე აღარ გჭირდება არავისთან არაფრის მტკიცება. აღარც შენს თავთან, არც შენს შინაგან მშობელთან. არ უტკიცებ, რამდენადაც ჩემ თავს. შიგნით, კი. ჩემ იმიტომ რომ ის შენი შინაგანი მშობელიც და ბავშვიც შენში არის და ამის დამუშავება ხდება და აღწევ იმ ჰარმონიას აღარ გჭირდება საერთოდ. რეალურად დასრული ადამიანები ჩვენ თვითონ ვართ, ჩვენი თავის შვილებიც, მშობლებიც, აღმზრდელებიც და აღსაზრდელებიც. და ეს შესაძლებელია. რაღაცა ფილოსოფიური მიმართულებით ხო იდეაში თვითონ თავად ადამიანი არის ღმერთი. ნუ, ხცოტა ძალიან შორს დავედი, მაგრამ აი ხა შენ რაც თქვი, რომ ეს ჩვენ თავის მშობელი დედაშვილი რაღაცა ჩვენ თვითონ ვართ იდეაში ის სრულყოფილება, რაც ოღონდ უნდა მივიდეთ იქამდე, და უყურე, ეხლა ეს კაი ფსიქოლოგიური ტექნოლოგიები და მოდით ჩვენთან ისწავლეთ და მოდით მე ჩაგიტარებ. ეს პატარა მინიშნება გითხრა რა. კი, ზუსტად მაგას ვაპირებ. რაღაცა ეს სესიური იქნებოდა და განკურნე. ანუ უყურეთ, აი ის პატარა, რომელსაც აკლია სიყვარული, ყურადღება, აღიარება, მიმღებლობა მშობლის, ხომ? აი ის პატარა შენი
გავაკეთოთ ეს. გავაკეთე, დავცახე. ნუ ჯერ მოკლედ ვიტყვი, რომ ის რაც გაკლიათ სხვებისგან და რაც დაგაკლეს მშობლებმა და აღმზრდებლებმა, თქვენ თვითონ მიეცით თქვენს თავს. ეს მოკლედ. როგორ? ხო, ვაღია რომ რაღაც, მაგრამ ნუ ეგ არის საკმარის წინ უთხარი, ჩემო ნინუცა რა ყოჩაღი ხარ, როგორი კარგი. აი, როგორც მათეო რომ საუკეთესოდ მოიქცევა. უყურე, პატარას შექება უფრო ადვილია, ვიდრე დიდის თუნდაც შვილის. ხო? და ეს მათეო კარგ ასაკში, ხა 3-4 წლის ბავშვს არაფერი მოეკითხება, ისეთი სერიოზული, ხო და უბრალოდ რომ გიყვარს რა. და აი ისე შენი თავი დაინახე სარკეში. დღევანდელი ინგა ნინო ეგ არ მაკლეს ხო ჩორს მე ვაქებ ხოლმე ჩემ თავს. ანუ ახლა სარკეში არ ვდგევარ და არ ველაპარაკები ჩემს ის პატარა ნინოს. პატარას. აიღე რომელიმე სურათი შენი დაინახე ის ნინოცა. პატარობაში იმდენად არ მომწონდა იმ დროს ჩემი თავი და იმდენად მართლა მეგონა რომ ყოველთვის მეზობლის ბავშვი უფრო ძლიერი იყო. ლამაზი და უფრო კარგი. კლასელი უფრო ხუთოსანი იყო, ჩემი ხუთიანებზე მეტად იმ ხუთიანები უფრო მაგარი იყო. ანუ ისე მოკლედ ვიტყვი რომ მიეცით ის რაც დაგაკლდა თავად თანაც უყურეთ ადამიანი უპირობოდ რომ გიყვარს იმას ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება ხოლმე რომ მიყვარს ჩემი თავი მაგრამ არ გიყვარს რეალურად არ უკეთებ იმას რასაც გაუკეთებდი ყველაზე საყვარელ პატარა შვილს ხო აი იმას არ ეტყვი საჭმელს დროულად აჭმევ არ დაწვირთავ რომ არ დაიძინო და საქმე გააკეთე არა მოდი დედიკო დაწიკი დაიძინე არა გავფრთხილდი შენს თავს ეტყვი ხო და ასე რა ვიცი არ გადასდებ ფეხი რო გტკივა და დიდობაში უკვე მაგას ხო პასუხისგებლობები ქვია რომ რატომაც არ აკეთებ ხო მაგას ხო პასუხისგებლობა ხო და უღმართი პასუხისგებლობა ანუ პასუხისგებლობა რას ნიშნავს რომ რაღაცას მიუგო პასუხი პასუხისგებლობა ის კი არ არის ვალდებულება უბრალოდ რაღაცა ხდება და იმას უპასუხო შესაბამისად ფეხი გტკივა და შენ როგორ პასუხობ ოჰ ჯანდაბას ჯერ ხო არ მომძრა მოდი გავაკეთებ საქმეზე წავალ ხო ამის ნაცვლად უი რას ლაპარაკობ გტკივა პირველი ეს არის ჯანმრთელობა პირველ რიგშია და აი ისეთი რა ძალიან გააზრებული მომენტები და გავაკეთოთ ახლა ტექნიკა მოდი ო excited რა ვქნა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ის შენი პატარა ნინუცა. უფ, ძალიან მიჭირს ახლა. 3-4 წლის პატარა ნინო. 3-4 წლიდან არ დაიწყო, ეგ დაიწყო უფრო, თქვა, საიდან ანუ, იმიტომ 3 წლს არ მახსოვს რა. ხო და 3-4-ის წარმოიდგინე. ოკეი. 3-4 წლის საყვარელი ბუთქუცუნა ლოყები ექნებოდა ჯერ. არა? თუ გამხდარი ბავშვი იყავი. მგონი მარტო 6 თვე ვიყავი ბუთქუცუნა მეტი აღარ. შეიძლება 2 წლის წარმოიდგინო. კიდე უფრო ნაკლები მოლოდინები არის 2 წლის ბავშვთან მიმართებაში. ჩვენს ძვირფას მაყურებლებს ვეტყვი, რომ თავისი ბავშვი წარმოიდგინონ თავისი თავი ასე 2-3 წლის ასაკში. და შეხედე ხა და რას აკეთებს? როგორ არის? გავახილო თვალები თუ ჯერ იქ ვიყავ? არა, იყავი იქ. ეხლა პირველად ცხოვრებაში შენს 2-3 წლის ნინუცას მიაქციე ყურადღება და რას აკეთებს ის? ცელქობს. იცი რა, ეხლა ეს რამდენად სწორია, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ფოტოების ვიზუალი მიდგება წინ, არა ჩემი წარმოსახვა. არამედ ჩემი ბავშვობის ფოტო. თავად იმ ფოტოდან იცი შენი თავი, აბა სხვა საიდან. ყველაზე მეტად ის ფოტო მიყვარდა, აი აქ კიკინა მიკეთია, აი აქ აწეული წვები, აქ კიკინა მიკეთია, მოჩეჩილი. და ესეთი კლეჩადი კაბა მეცოდა. ეშმაკუნა თვალებით ვიყურები. და რაღაცებს სულელობს რა დახტის ზემაში. და ეხლა წარმოიდგინე რომ ამ პატარა ნინო დაგინახა შენ პირველად და უძახე შენთვის შიგნით შინაგანად ვითომ ხო? და უძახე შენ და იმან მოიხედა და გიყურებს და ვერ გწნობს ფაქტობრივად, იმიტომ რომ აქამდე არასოდეს არ მიგიმართავს. მისთვის დავიწყებული ყავდა. მოიხედა და გიყურებს და ხვდება ვინც ხარ, რომ შენ ხარ მისი მომავლიდან დიდი ნინო ხარ. და გინახა, გიცნო და გამოიქცა შენსკენ. გამოიქცა ხელები გაშალა და შენც გაშალე ხელები. და მოდი ჩემთან, ჩემო სიხარულო, ჩემო სიყვარულო, გაშარე ხელები და მოირბინა და ჩაიხუტე გულში მაგრად, ტკბილად.
აი როგორც პატარებს, შვილებს ვიხუტებთ ხოლმე ასე საკუთარ თავს არა. ახლა კი საკუთარი თავი ჩაიხუტე. ეხლა დაუთხარი. შენს წარმოსახვაში აკეთებ ამას, დაუთხარი. ხარი არ მატირო თქო. ჩემო ძვირფასო, მაპატიე რომ ამდენი ხანი არ გაქცევდი ყურადღებას. ბოდიში რომ გატირებთ, მაგრამ ესია. რეალურად ეს შენი პატარა ტირის, იმიტომ რომ ამდენი ხანი უყურადღებოთ იყო. ბოდიში რომ დაგივიწყე ჩემო ძვირფასო, მაპატიე, აი არ ვიცოდი როგორ რანაირად მაპატიე. ეხლა კი შენთან ვარ. დამიერიდან არასოდეს არ მიგატოვებ. ყოველთვის დაგიცავ, ყოველთვის გაგახარებ, ყოველთვის გაგანებიურებ. მოვალ ხოლმე და გეთამაშები, ბევრს, ჩემო საყვარელ. და იმასაც უხარია ძალიან, როგორც იქნა, შენი ყურადღება მოიპოვა, როგორც იქნა შენ მას ყურადღება მიაქცია და ბედნიერია ძალიან და კოცნის სახეზე, კოცნის და შენც კოცნი და ეხუტებით ერთმანეთს და ტკბებით ამ შეხვედრით, ამ ენერგიით, როგორც იქნა პატარა ნინო და დიდი ნინო, პატარა შენი თავი და დიდი შენი თავი ერთად ხართ. გამოვიდე. და არა, როცა ამ კოცნას და ხვევნით დაიკმაყოფილებთ, ხო, თქვენს მოთხოვნილებას, კითხე შენს პატარას რა უნდა რომ გაუკეთო. და ის გეტყვის რაღაცას, სინამდვილეში უბრალოს ბავშვს. არ ვიცი, ან ნაყინი ენდომება, ან კანფეტი, ან კავა, ან მანდარინი მიყვარდა ბავშვებში და მანდარინი მიყიდეო გითხრა, ხო და წარმოიდგინე ხა რომ მიყავს მაღაზიაში და უყიდე მანდარინი, არ ვიცი, 1 კილო, 2 კილო. ჭამე რამდენიც გინდა ეუბნები და იმასაც ხარია და ვცქმნის და თოხლავს ამ მანდარინს. იცი რა, ეხლა მე იცი რა მაინტერესებს. მაგრამ რეალურად ჩემ პრობლემები ხო ცოტა მერე დაიწყო ეს არ აღიარა. ვიცადე, გამორთე თავი და გააკეთე, რასაც გეუბნები. იმენა ლოგიკა. გამომატიშინეთ, ჩამარტყინეთ. არ გააკეთე, უბრალოდ წარმოსახვაში ეს და რა ვიცი, რის თამაში უყვარდა, ერთად ითამაშეთ, იქ წრეში ბურთი იქნება თუ ასკინკილა თუ დამალობანა თუ რაც, ხო? ეთამაშე. და ხეზე აძრომა უყვარდა ნინოს. წაიყვანე მაღაზიაში საჩუქრები უყიდე, ბევრი აი რასაც ხელს დაადებს მაღაზიაში ყველაფერი უყიდე, წარმოიდგინე. და როცა გულს იჯერებთ ერთად ყოფნით და თამაშით და ურთიერთქმედებით და ის ხელის გულზე შენს წარმოსახვაში, ხელის გულზე მოთავს და მე უყურებ და ეუბნები. მე ხლა უნდა წავიდე საქმეებზე. მაგრამ შენ ყოველთვის მახსოვ ხარ იცადე და როცა კი დაგჭირდები, ერთი ამომძახე და მე შენთან ვარ და რასაც გინდა ერთად გავაკეთებთ. ის გეუბნება რომ ხო, კარგი. და თან ჩემთან ნახარ, ჩემს გულში იქნები, არსად და არ გტოვებ, არსად არ მიდიხარ, ჩემთან იქნები. ეუბნები. და ახლა წარმოიდგინე რომ ის პატარავდება და ხორბლის მარცვლის ოდენა ხდება. და ამ დაპატარავებულს მოითავსებ გულში. გულში ის მუდამ შენთან არის გულში. გააკეთე ეს შენს წარმოსახვაში და როცა კი მოგინდება, ან როცა მას მოუნდება, ყოველთვის ჩვეულებრივად გაჩნდება შენს წინაშე და იურთიერთქმედებთ ერთად. ახლა შეგიძლია გაახილო თვალე. და უცილებლად რო წახვალ მანდარინი იყიდე. და შეჭამე. იყიდო ამ ზაფხულში მანდარინი. იქნება სადმე. მაღაზიებში. როგორი იყო პატარა ნინოსთან შეხვედრა? ძალიან ემოციური იყო, ძალიან და ეს იცი რა არის ემოციური, მაგრამ კარგი. ეს წრემლები არ დაგშლის. არა, ნამდვილად. არ დამშლის ნამდვილად და იცი რა არის, მე არ ვიტყვი რომ არ მიყვარს ჩემი პატარა თავი. არ ვიტყვი რომ არ მახსოვს ჩემი პატარა თავი. აი იმ ასაკში ჩემ დამაბრუნე რა. მე უფრო მერე დამეწყო ეს გაცნობიერებული ისინი. მაგიტომ არის ეს ასაკი რომ იქ ჯერ ერთი არ გახსოვს ის მშობლებისგან და ასე შემდეგ და თან აი ამ ასაკი 2-3 წლის ბავშვის მიმღებლობა და სიყვარული უფრო ადვილია ვიდრე მერე და მერე. კი. და მე ალბათ უკვე ხა ეს მართლა პირველი თელ საფსიქოლოგო სესიებს ხა ერთ საჯნებლად ვერ მოვასწრებ, მაგრამ
ანუ ალბათ ამით იწყება შენი პატარის გაცნობა და მერე ნელ-ნელა უკვე მართლა ძალიან სასიამოვნო და თუ თქვენც გააკეთეთ ეს ჩემთან ერთად დამარწმუნებთ რომ იყო ძალიან სასიამოვნო თბილი რაღაცა თბილი სითბო ჩაიღვა რა და რაც არ უნდა ადამიანმა თქვას რომ თავისთავი არ უყვარს აი როცა აი ამის ვიზუალიზაციას გააკეთებს ახლა ბავშვი ყველას ესაყვარლება ხო? ხო, აბა. შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ბავშვები არ უყვარს და ნერვი არ მაქვს მოვლის და რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად აი იმ შენს პატარა თავთან ვიზუალიზაციას და კავშირს რო გააკეთებ, არ არსებობს რომ სითბო არ ჩაგიყვარს და მე უფრო ვიტყოდი ამას რომ ეს არის რაღაცნაირად ძალიან კარგი შეხსენება რომ მიუბრუნდე ჩვენ თავზე აი ჩვენი თავის სიყვარული, ჩვენი თავის პატივისცემა, ჩვენი თავზე ზრუნვა აბა რა ამას ძალიან განველოდებით რა და აი ეს თვითკმარი მარტო ის არ არის ვინც ფულის შოვნა ისწავლა და სახლი აიშენა თვითკმარი არის ის ვისაც აი ეს საკუთარ თავზე ზრუნვა ჭეშმარიტი სიყვარული და მიმღებლობა საკუთარი თავის მხარდაჭერა შეუძლია და მაშინ აღარ ვითხოვთ სხვებისგან რომ შენ ჩემზე არ ზრუნავ შენ რომ ზრუნავ შენს თავზე ავტომატურად ყველა იზრუნებს. სხვანაირად და ისიც აღარ გჭირდება და აღარც ელოდებია რა ვინმე ზრუნვას. ხო, ანუ ჩვენ მოვითხოვთ ხოლმე იმას, რაც არ გვაქვს. რაც გაქვს ახლა წარმოიდგინე, არ ვიცი, ლიტრობით წყალი გიდგას გარშემო, წყალი მომეცი ვინმე, წყალი რატო არ მოგაქ, რანაირი ხარ წყალი რატო არ მომიტანი? თავში აზრად არ მოგივა, იმიტომ რომ ქვეყნის წყალი გაქვს. უამრავი წყალი. და აი ასეთ სიყვარულზე, მზრუნველობაზე, ყურადღებაზე, პატივისცემაზე რატო თქვენ მე პატივს არ ვცემთ? შენ არ ვცემ შენს თავს და მაგრამ შეიძლება ძალიან ხშირია ხოლმე მე შეიძლება ცოტა ცემას ავწდეთ, მაგრამ ძალიან ხშირია ხოლმე რომ ვაიმე აი ეს ამდენი გაუკეთე და ეს ამდენი იმას ქენი და არ დამაფასა და მაინც ესე მომექცა. მაგაზე სხვა შენ სულ მაქვს ხოლმე რეაქცია და მოთხარი შენ თავს. შენ არ აფასებ, შენ ვინ გთხოვა რომ გამიკეთე. თუნდაც ეთხოვა. ანუ რაღაცის გაკეთება სხვა ადამიანისთვის, სხვა ნებისმიერ მეორე ადამიანი, აქ არასრულწლოვან შვილებზე არ არის საუბარი და ღრმად მოხუცებულ მშობლებზე. იქ ვალდებულები ვართ. ყველა სხვა ვერსია გასცემ მხოლოდ სიუხვიდან. კი ბატონო. აი მე ძალიან ბევრი მაქვს ამდენ წყალს მაინც ვერ დავლებ. არ ელოდები, რატო უნდა დაელოდო, ხო, ვიღაცის? ელოდები მაშინ, როცა შენ ცოტა გაკ და აძლევ. ოკეი, მესმის. ანუ ყურე, იგივე, კაი, წყალს თავი დავანებოთ, ყუთებით მარწყვი მაქვს. მაგრამ რეალური სიუხვე ხო ეგ არის, რომ შენ ცოტა მაინც გასცემ. ტყუილია. არა. იმიტომ რომ მაშინ საკუთარ თავს აკლებ. და მაშინ წარმოიშვება მოლოდინი? რა თქმა უნდა. მაშინ წარმოიშვება მოლოდინი? მაშინ წარმოიქმნება მოლოდინი. როცა ბევრი მაქვს ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი, 105 მარწყვი მაქვს და ვაიმე, სამდენი საწავიღო და მინუს მივეცი ეს 5 10 და რა კარგია ნინომ რო წაიღო. მე რამე დამაკლდა? არა. ანუ თუ შენ რა სიძახი ინგა რომ თუ ნაკლები გვაქვს არ მივცეთ, არ გავცეთ? არა. იმიტომ რომ მე მოლოდინი მოდის და ისო ჩვენ გვაზარალებს? ხო. ამ შემთხვევაში ვალად აძლევ და მე პროცენტებით უკანელოდები და როცა ბევრი გაქვს და წაიღეთ კაცო. იცი რა არის? ხო შეიძლება ადამიანი მომდდეს და სხვა რომ არავის არა აქვს ბევრი. როდის არის ბევრი? არასდროს არ არის ბევრი. სიყვარული? სიყვარული კი, მაგრამ ნუ რაღაცა დაუშვათ მატერიალურად რო დაეხმარა. ან რაღაცა ძალისხმევა გაიღო და რაღაცა აი თავისი ენერგია გამოუყო და არავის არ აქვს ბევრი. იცი რა, როგორც რაღაცა სიკვდილ სიცოცხლის საკითხებია, რა თქმა უნდა, დაიკლებ. მაგას არ გვაქვს, მაგრამ ისე ზოგადად ეს მხოლოდ ის არის, დათვური სამსახურია მეტი არაფერი. ხედავ, ძალიან კაი გაანალიზება მეგობრებო, ესე იგი დათვური სამსახურია. არ გვაქვს ბევრი, არ უნდა გავცეთ. აი, ხო, იმდენი მაქვს, რომ არ ვიცი სად წავიღო, მაშინ აძლევ. მე არაფერი არ მაკლდება და მაშინ გაძლევ. სხვა შემთხვევაში მოდის მოლოდინები და მოლოდინებს მაშინ ვალს გადებ. უკვე აი ეს სხვა შემთხვევაში გაძლევ, მაშინ ვალს გადებ. ვალს გადებ. ძალიან კაი ის არის გაანალიზება. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ინგუ. ძალიან რაღაცა კაი გააზრებები ქონდა ძალიან მიყვარს. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ფაქტია რომ ძალიან მაგრად გამოგდის და ძალიან მართლა სიყვარულზე ფამშე საქმეში. მეგობრებო, იმედია არასულს და გულს. რა ვთქვი ხა მე? სიყვარულზე. ხო, ხედავ, რა უცებ შევწვალე. მოხდა არ მახსოვდა რა მაგარი მე ერთო ჩერი რა სწრაფად სწავლობ. ხო, რა მინდოდა, იცი რომ რა არის შენთვის, აი რა მხრივ გინდა განვითარება და რა არის ის განვითარება, ეგ რომ ნიშნული რომ
აი ეგ იყო იცოდე. ჩემი ნიშნული. ეგ იყო ჩემი ნიშნული, რომ მე არ ვამტკი. ანუ ისე მივახციო წარმატებას, რომ წარმატება ცალკე ჩემი წნეხი არ იყოს. ოკეი. რომ რა ვიცი, თუ პროსტა მოინდომეთ, მე წარმატებას ვიმუშაოთ კი, მაგაზე. უნდა ვიმუშაო, უცბად უნდა ვიმუშაო და თქვენც უნდა იმუშაოთ ამაზე, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. მე მგონია, რომ ძალიან მაგარი რაღაც გაანალიზებები მოვიდა ჩვენს თავში და ერთობლივად. დაალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, გითხარით რა თემებზე რა თემები გაინტერესებთ, რომ შემდეგში განვიხილოთ. შესაბამისად, ინგას უშველებელი მადლობა, ინგას უდიდესი ახლა მადლობა გამოიწვია. შენც და აუცილებლად ჩვენს ინგა თავის მაყურებლებსაც. სოციქსელში თავიდან იყო, ინგა ბლესი და ვგიჟდებოდი ამ სახელზე. ეხლა გადაირქვე, მგონი ინგურუთ, ხო? ძირითადად ვარ როგორც აივა აკადემია აივა აკადემია, წარმოდგენილი ინგლისური ასო. მაგრამ ეს ხალი არის, აი, ხალი ი- კრეატივი, ხალი დეკორი, ხალი არ ვიცი, რენოვაცია, მოკლედ ყველაფერს აი ხედვა აქ რაღაც სასწაული და მოკლედ უღრმესი მადლობა ინგო. ჩემთან რო იყავი სტუმრად, თქვენ გამოგვიწერეთ, ეს მე მგონი თქვი უკვე. ხო, ეგ აღარ გვინდა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ჩემი არხის წარმოდგენი არის CherrySfit აპლიკაცია. რა ვიცი, რამდენჯერ შეიძლება ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან მაგარი აპლიკაცია. უბრალოდ გადმოიწეროთ, დარეგისტრირდეთ და დაათვალიეროთ, დაგვათვალიეროთ რა პროგრამები დევს შიგნით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, უეჭველი პოვით ისეთ პროგრამას, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. უძლიერესი პროგრამები. ძალიან დიდი მადლობა. აბა თქვენი ცდეთ წარმატებები.